პროტესტი მშვიდობიანი საქართველოს მოძალადე ხელისუფლების ადმი, რომელმაც 15 ივნისს ბარბაროსულად დაარბია და აწამა ჩვენი თანატოლები დაკავების შემდეგ. მათ არანაირი პირობები არ ჰქონდათ შექმნილი წინასწარ დაკავების იზოლატორში. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მათთვის ელემენტარულად წამალი მაინც შეეტანათ იქ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში. დიდი მადლობა ალექსანდრე ბაძაღულას, მელორ ბაჩნაძეს, ანი გურგელოვანს, ციხეში შიმშილობდნენ მამუკა ბალიაშვილს, დათო ფაცაციას, კახა ტერაშვილს, მიშამეს. ძალიან სამწუხარო რამე მაინც უნდა მოგახსენოთ. გუშინ როცა ნებართვა მიიღეს ექიმის შესვლის შესახებ, ძალიან გაჭირდა ექიმის შოვნა. ძალიან ბევრმა, ეხლა ზუსტი არც რაოდენობა, არც გვარები ჯერ არ ვიცი, მაგრამ ბევრმა უარი თქვა. არ ვიცი ვის მისცეს ფიცი და რანაირი ფიცი აქვს დადებული, მაგრამ არსებობენ ექიმები ამ ქვეყანაში, რომლებიც უარს ამბობენ ციხეში შესვლაზე, რომ გასინჯონ ახალგაზრდები, რომლებიც არიან ამ დღეში ნაცემი და კიდევ ნაშიმშილები. აღვიძებელი პატარა სურპრიზები. ახლო მომავალში ზუსტი გეგმები. იმიტომ აძლევსო ბიზნესი ფულს ოპოზიციას, რომ არასწორი ლოზუნგები გაქვთო. არა, იმიტომ არ აძლევს ქართული ბიზნესი ოპოზიციას ფულს, რომ დატერორებულია. ხადი ასე გამოვიდეს და გვითხრას ერთი რა ბიზნეს ეწევა რა. ვინ არის ერთი რა ბიზნესი აქვს თქვას რა? ქართველი ბიზნესმენების სახელით, საქართველოში თავისუფალი ბიზნესის სახელით ლაპარაკობს ბატონი ფადი ასლი. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ჩვენი არ არის ჩვენი. თქვენი ბრალი კი არ არის. აი იმ ქართველი ბიზნესმენების ბრალია, ვისაც პირში აქვს წყალი დაგუბებული რა. მე ვარ 99 წელს მიხეილ სააკაშვილის შტაბის უფროსი. მე ლევან გაჩეჩილაძე. მაგან აქო და ადიდა კახათ არგამაძე, ისე რო იცოდეთ რა. და კიდე ერთ გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვან რამეს. როდესაც აქ 1 ნოემბრების კრიზისი იყო, როდესაც მე მთელი მთავრობა გადავაყენე კახათ არგამაძესთან ერთად, მე წავიკითხე ის დადგენილება ზურაბ ჟვანიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი კრემლის ფონზე ერთვებოდა მოსკოვიდან და იქიდან გმოძრავდა. მე მინდა გითხრათ და დაგიკითხოთ განმარტებითი წერილი დაჩი ცაგურიასი, რომელიც მან მოიწერა დღეს 15 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდით. ვაპროტესტებით ჩვენი და სხვა განსხვავებული აზრით მქონე ადამიანების დევნას, მათზე გახშირებულ თავდასხმებს. აქციის შინაარსი იყო შემდეგი: მოვიტანეთ ჩვენი დოსიეები, ფოტოებით და სხვადასხვა მონაცემებით. ჩვენ ვამბობდით, თუ გინდათ ჩვენი დაჭერა აქ ვარ. თქვით, ვინც გნებავთ, მისი სახელი და გვარი. ჩვენი ფეხით შემოვალ და ჩაგვარდებით. აქციის დაწყებიდან დაახლოებით 10-7 წუთში ყოველგვარი მოწოდების და გაფრთხილების გარეშე დაგვარცდნენ თავს. ზოგიერთი მათგანი პოლიციის ფორმაში იყო ჩაცმული, ზოგი სამოქალაქო ფორმით იყო, ზოგიც ნიღბით, ხელკეტებით, კასტეტებით, ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებულებმა სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა გზა გადაგვიკეტეს და დაგვიწყეს უმოწყალოდ ცემატყეპა, შეძახილებით სამშობლოს მოღალატეებო, რუსეთის აგენტებო. პოლიციელებმა დამაკავეს და დამიწყეს ცემა, საქართველოს სამმართველოს შენობაში ჩემთან ერთად სხვა დაკავებულებიც პირქვე დაყარეს. მე ვეუნებოდი რისთვის მცემ, არ გიწევთ წინააღმდეგობას მეთქი. გვიღებდნენ ფოტოებს და გვეუნებოდნენ, რომ ამ ფოტოებს, თქვენს დამონებული სახეების ფოტოებს ჩვენს ოთახებში და პირად კაბინეტებში გავიკრავთო. სასამართლო დარბაზიდან გამოსულს პოლიციის ინსპექტორ გამომძიებელმა კვლავ დამიწყო ცემა. ეს პიროვნება იყო პაატა კიკალიშვილი და რცხვენოდეს ამ ადამიანს არ მაქვს პირადი ჰიგიენის ნივთები. საგანში არიან ვირთხები და მწერები.